დღეს გვაქვს კიდევ ერთი თავი ზაქარია წინასწარმეტყველიდან. წინა საუბარზე ზაქარიას წინასწარმეტყველიდან განვიხილეთ ერთი თავი, სადაც იესო ქრისტეს შესახებ იყო წინასწარმეტყველება და დღესაც იგივე გავაგრძელებთ. რადგან ეს საუბრები სასარგებლოა რატო? გარდა იმისა, რომ ჩვენ ნახავთ ძველი აღთქმაში წინასწარმეტყველები როგორ აღსრულდა ახალში, ამას ვნახავთ და თან ბიბლიასაც ნაწილობრივ ჩვენ გავივლით. ამიტომ თქვა ბევრ ციტატას, ბევრ ადგილს წავიკითხავთ ბიბლიიდან და ასე ვთქვათ, ბიბლიას ამით შევისწავლეთ, ხო? ეს არის ზაქარია წინასწარმეტყველის მესამე თავი. ვინც არ იყო წინასაუბარზე და არ იცის კონტექსტი, ზაქარია წინასწარმეტყველი ვინ იყო? აიქვე დავწერე კიდევაც. ეს იყო წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში 520 წელს გამოჩნდა ის. 520 წელი ქრისტემდე. ანუ მე-6 საუკუნის დასაწყისი ქრისტემდე. ეს არის ებრაელებისთვის, იუდეველებისთვის რა ისტორიულად რა მომენტი, რომ 500 საუკუნის დასაწყისში ბაბილონის იმპერიამ ტყვეობაში წაასხა ებრაელები იერუსალიმიდან, ისრაელიდან და 539 წელს როცა ბაბილონის იმპერია დაამარცხა სპარსეთმა, მაშინ სპარსეთის მეფე დარიოსის დროს იუდეველებს უფლება მიეცათ, რომ დაბრუნებულიყვნენ ისრაელში. იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ და მიეცათ უფლება აეშენებინათ ტაძარი. ხები? ტაძარი დანგრეული იყო ამ დროს. სოლომონის ტაძარი იყო სოლომონ მეფის დროს აშენდა მე-10 საუკუნეში ქრისტემდე. და ამ ბაბილონის შემოჭრის ინტერვენციის დროს დანგრეული იყო ტაძარი და აბრუნდნენ 529 წელს ებრაელებმა დაიწყეს დაბრუნება და უნდა აეშენებინათ ტაძარი. ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, ღვთისაგან მიგდება, რომ ააშენონ ტაძარი, მაგრამ მოხდა რა? სამარიელები ცხოვრობდნენ მათთან, სამარიელები ნახევრად სხვა ტომის ხალხი იყო და შეთქმულება მოუწყეს, ასეთი რომ ჩავიდნენ სპარსეთში და მეფეს უთხრეს, რომ არ მისცე უფლება იუდეველებს ტაძრის აშენების. თუ ტაძარს თუ ააშენებენო, აღარ დაგემორჩილებიან შენო და ამიტომ შეჩერდა დეკრეტი გამოიცა, რომ შეჩერდა ტაძრის მშენებლობა. და ამ დროს გამოჩნდნენ ზაქარია წინასწარმეტყველი და ანგია წინასწარმეტყველი. ანგია, რომ ნახოთ ბიბლიაში, ანგია არის ზაქარიას წინ. ჯერ ანგია წინასწარმეტყველი, მერე ზაქარია. ეს ორივე წინასწარმეტყველი ამხნევებდა ერთს და ეუბნებოდა, რომ უნდა გააგრძელოთ ტაძრის მშენებლობა. არ შეიძლება ტაძრის მშენებლობა რა შეიძლება. გააგრძელდეს, მაგრამ ეს არის ნება ღვთისა და ბრძანება უფლისაგან. და აი ამ დროს ზაქარია ხედავს 8 ჩვენებას. მას აქვს ერთი გამოცხადება, სიზმრისეული გამოცხადება და 8 ჩვენება ამაში. ეს მეოთხე არის, რაც დღეს ჩვენ მინდა განვიხილოთ. ეს ტექსტი წავიკითხოთ და მე გავარჩიოთ ყოველი მუხლი რას ნიშნავს და თქვენ ნახავთ, რომ იესო ქრისტეზეა უკვე მაშინ მინიშნება, რომ მოვა აღთქმული მაცხოვარი. თავი მესამე, ზაქარია წინასწარმეტყველი. დამანახა მან იესო მღვდელმთავარი. ჩვენებაზე ამბობს. დამანახა მან ღმერთმა იესო მღვდელმთავარი. უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი და სატანა მის ხელმარჯვნივ მდგომარე მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას, იგზალავს უფალი სატანამ, იგზალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია. განა ეს ცეცხლიდან მოწყობილი მუგზალი არ არის? იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ, გახადე წვირიანი სამოსელი, უთხრა მას, აჰა, წარხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ. და თქვა, დაახურონ თავზე სუფთა საბურველი და დაახურეს თავზე სუფთა საბურველი და ჩააცვეს სამოსელი. უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა, ასე ამბობს საბაოთ უფალი, თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურში ასრულებ. გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცენ მოსასვლელს საკმგომარეთა შორის. ისმინე იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმათვის ტომებმა, შენს წინაშე რომ სხედან, რადგან სასწაულის კაცები არიან ისინი, რადგან აჰა, მოვავრინებ ჩემ მორჩილს მორჩ. რადგან აჰა ის ქვა, რომელიც დავდები იესოს წინაშე, 7 თვალია მიმართულია მთვაზე,
აჰა მოუკვეთავ მასზე ამ მოსაკვეთელს ამბობს საბოლოოდ უფალი და ერთ დღეში წარხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. იმ დღეს ამბობს საბოლოოდ უფალი. ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ. ერთი წაკითხვით თითქოს რაღაცა გვეცნობა, რაღაც გაუგებარი, რაღაც თითქოს ნაცნობია. მაგრამ ჩვენ რომ მივყვეთ ახლა ნაბიჯნაბი, ყველაფერს გამმარტავთ, რადგან ბიბლია თვითონ გამმარტავს ბიბლიას. იცით? აი რატომ არის საჭირო ბიბლიის ყველა წიგნის ცოდნა? იმიტომ რომ სხვა წიგნებში გვხვდება იგივე ადგილები, რომლებიც ამას გამიმარტავს ჩვენ. აი მაგალითად, ბოლო მუხლი რომ წერია იმ დღეს საბოლოოდ უფალი ამბობს მიიწვევთ ერთმანეთს ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ, ეს ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ ნახსენებია უკვე ბიბლიაში ერთ ადგილას და რაღაცას ნიშნავს. და ჩვენ თუ ის ვიცით მისი მნიშვნელობა უკვე გასაგებია, რას გულისხმობს ამ მეათე თავში ეს მუხლიც. აი ამ თავში სად არის ნახსენები იესო ქრისტე? რომელ მუხლში? აი თქვენ როგორ გონიათ? სად არის რომელ მუხლში იესო ქრისტე ნახსენები? მერვე მუხლი. ამბობს აჰა ბოლო წინადადება აჰა მოვავლინებ ჩემს მორჩილს რატომ არის მორჩი იესო ქრისტე? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე. რადგან ეხლა ებრაელთა ყურებს ეს რო ესმოდათ, მათთვის გასაგები იყო, რაზე იყო ლაპარაკი. ჩვენთვის გაუგებარი, ჩვენ უკვე გავუმარტოთ. უყურეთ რაღაც მორჩი. ასევე ზაქარია წინასწარმეტყველის შემდეგ თავში უყურეთ, ესეც აუცილებლად წავიკითხოთ. ზაქარია წინასწარმეტყველის მეექვსე თავი. ნახეთ რას ამბობს ახაც. უთხარი ასე ამბობს თქო საბოლოოდ უფალი, აჰა, კაცი, მორჩია მისი სახელი, მისი ადგილიდან აღმოცენდება და აშენებს უფლის ტაძარს. ასევე აი ამ მორჩს ახსენებს იესაია წინასწარმეტყველი. 2 საუკუნით ადრე ვიდრე ზაქარია და რას ამბობს შეხედეთ მე-11 თავში. ამოვა მორჩი იესეს ღეროდან და მისთვის ფესვის გამონაყარი გაიხარებს. ამასვე ამბობს იერემია წინასწარმეტყველი. ნახეთ 23 თავში. იერემია იყო იესაიას თანამედროვე, ისიც მე-7-ში. ამბობს, აჰა დადგება ჟამი, ამბობს უფალი და აღუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფეთი მეფებს გაბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. ებრაელებს რო ესმოდათ ეს მორჩს ქვია ორი სახელი, ნეცერ ებრაულად და ცემახ, ორი სიტყვა. ეს ნეცერ ამბობს ზაქარია ახსენებს ნეცერს და იერემია ნეცერს. ესაია ამბობს ცემახ. მაგრამ აი როგორც ჩვენში ქართულში ხარი მორჩი და ყლორტი, ხო? ჩვენ ხო ვიცით რომ მორჩი და ყლორტი ერთ და იგივე რამეა. აი გადაჭრილი ხიდან თითქმის რომ ხმება იმ ხიდან ამოსული ახალი რომ ამოფეთქავთ, ეს არის მორჩი. ან ყლორტი, ხო ერთ და იგივეა ჩვენ. ებრაელებისთვის ნეცერ და ცემახ ესე იყო ორი ერთ და იგივე. მაგრამ იესო სად გაიზარდა? ნაცარეთში. და ნაცარეთი იყო ნეცერიდან. ანუ ნაზარეთს ერქვა საყლორტე, ქართულად რო თარგმნოთ. ნაზარეთს, იქ სადაც იესო დაესახლა და გაიზარდა, ერქვა საყლორტე, ანუ ნეცერ, ხო? და ებრაელს ეს რო ესმოდა იესო ანოცრი, იესო ნაზარეველი, მისთვის ეს ასოციაცია უკვე ცნობილი იყო, რადგან ის, ვისაც ახსენებს ზაქარია, რომ მას ნეცერი, მორჩი იქნება, სამორჩედან არის იესო. და მათთვის ეს ასოციაცია უკვე გასაგები იყო. ამიტომაც აი მათეს მესამე თავში ხომ ასე წერია, რომ რადგან დაინახაო იოსებმა და მარიამმა ნახეს, რომ არქელაოსი მეფობსო ბეთლემში, იუდეაში, ის ვინც მტრობდა იესო ქრისტეს ბავშვობაში, წავიდაო და დაესახლა გალილეაშიო, ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთიო. რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, ნაზარეველი ეწოდოს მას. რომელ წინასწარმეტყველებზე ამბობს? აი რა ჩვენ წავიკითხეთ. ზაქარიას თქმული, იერემიას თქმული და ესაიას თქმული, რომ მორჩი უნდა ერქვას იმ კაცს, რომელიც არის აღთქმული ღვთისაგან.
როგორ მნიშვნელოვანი ადგილია ეს ჩვენ ქართულ ენაში შეიძლება ჩვენ აღარ გვესმის, მაგრამ ძველ აღთქმაში ეს ნათქვამი იყო. იმიტომაც ამბობს მოციქული ფილიპე ნათანაელს, რომ წამოდით ვიპოვეთ ის, ვინც აღვითქვა მოსემ და წინასწარმეტყველებმა. ხო ამბობს ფილიპე იპოვა ნათანაელი და უნდა რომ წამოდი ვიპოვეთ ის მესია, ვისაც ველოდებით ქრისტეს და იესო ნაზარელი, ასე ამბობს. იესო ნაზარელი. აი ამას გულისხმობს ზუსტად. აი ის ნეცერ, ვისაც დაიწერა ის მორჩი რო არის, ნაზარეთიდან მოვიდა უკვე. ნათანაელს არ ჯერა და ამბობს ნაზარეთიდან შეიძლება რაიმე გამოვიდეს კარგი, იმიტომ რომ ნაზარეთი იყო მიგდებული მხარე გალილეაში, იქ ცხოვრობდნენ წარმართები, იუდეველები, ძალიან გაჭირვებაში ცხოვრობდა ხალხი, მიწური სახლებიც კი იქ ნაპოვნ მიწურებში ცხოვრობდნენ და აი უბრალო ადგილას განკაცდა. ამიტომაც ამბობს ნათანაელი შეიძლება იქიდან მოვიდეს მესია. მაგრამ ფილიპე იმიტომ უნდა რომ აი ამ ტექსტებიდან იცნეს მათ იესო ქრისტე. ანუ აი ამ თავში თავიდანვე ჩვენ წინასწარ გავაკეთეთ რომ მორჩი მოვალინებ ჩემს მორჩილს მორჩს. აი აქ უკვე აღუთქვამს უფალი ქრისტეს ებრაელ იუდეველებს. მაგრამ დავწყოთ პირველ მუხლიდან. დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგომი და სატანა მის ხელმარჯვნივ გარი მის მოსაყინებლად. ეხლა ზაქარია ხედავს რას? რომ იესო მღვდელმთავარი, აი თვით იესო, სწორი არ გაზრდილებას. იესო, იეშუა, იეჰოშუა. აი ეს იესო ქრისტეს სახელი, იესო ქრისტეს ებრაელ იუდეველებს. მაგრამ დავწყოთ პირველ მუხლიდან. დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგომი და სატანა მის ხელმარჯვნივ გარი მის მოსაყინებლად. ეხლა ზაქარია ხედავს რას? რომ იესო მღვდელმთავარი, აი თვით იესო, სწორი არ გაზრდილებას. იესო, იეშუა, იეჰოშუა. აი ეს იესო ქრისტეს სახელი, იესუს ხო? იესუს ხო ბერძნული სახელია. მაგრამ იესოს რა ერქვა ებრაულად? იეშუა. იეშუა არის შემოკლებული ფორმა იეჰოშუას. იეჰოშუა ერქვა მათ მღვდელმთავარს. აი ამ მღვდელმთავარს იეჰოშუა და მოსეს შემდეგ, ვინც ებრაელი ერი შეიყვანა აღთქმულ მიწაზე, იმასაც იეჰოშუა ერქვა. მოსეს ხო ღმერთმა უთხრა, რომ შენ ვერ შეხვალ მონობიდან გამოსულ, შენ ვერ შეხვალ 40 წლის მერე აღთქმულ მიწაზე ქანაანში, არამედ შეიყვანს იეჰოშუა. ანუ ვინც წინამძღოლი, ვინც იქნებოდა შენს მიერ, ვინც იქნება შენს მიერ ერის. იეჰოშუა ნიშნავს იაჰვე არის მხსნელი. იაჰვე რა არის სახელი იაჰვე? ღმერთის სახელი. ღმერთის პირადი სახელია იაჰვე. ჩვენ ახლა ამას ვამბობთ, მაგრამ ებრაელებისთვის, იუდეველებს იაჰვეს ხსენება დღესაც არ შეიძლება. აი იაჰვე სადაც წერია ტექსტში, იქ ისინი ამბობენ უფალი, ან ზეცა, ან ღვთის სიტყვა, ან ადონაი ებრაულად ნიშნავს ბატონ, უფალს. იაჰვეს ხსენება არ შეიძლება. აი ამ სახელში იეჰოშუას სახელში არის ორი ნაწილი. იაჰვე არის მხსნელი, ანუ იაჰვე გადაგვარჩენს. ერქვა ეს იმ კაცს, რომელმაც ებრაელები შეიყვანა აღთქმულ მიწაზე, ერქვა ეს იეჰოშუა ამ კაცსაც, ვისაც ზაქარია ხედავს, ეს იეჰოშუა იყო მღვდელმთავარი, პირველი მღვდელმთავარი ბაბილონის ტყვეობის შემდეგ. იეჰოშუა იყო მღვდელმთავარი და ზერუბაბელი იყო ერის მეთაური, ანუ საერო ასე თქვა, საერო მეთაური და იეჰოშუას ხედავს ზაქარია წინასწარმეტყველი, რომ წუჭყიანი სამოსელი აცვლა. და ხედავს, რომ უფლის ანგელოზი დგას მის წინაშე და სატანა უდგას მარჯვნივ ამ იეჰოშუას მის მოსაყინებლად. მოსაყინებლად რას ქვია? ძველი ქართული სიტყვა მოსაყინებლად ბრალის დასადება. აი პროკურორი რასაც აკეთებს, ბრალი რო დასდოს, გაამტყუნოს, უფლის წინაშე და დანაშაული ამხილოს, მისი სატანა უდგას იეჰოშუას და უფლის ანგელოზი დგას მის წინაშე. აი ეს უფლის ანგელოზი აუცილებლად უნდა ამაზე გავაკეთოთ პატარა განმარტება. რას ნიშნავს უფლის ანგელოზი? უყურეთ, აი ხო ამობენ ხშირად, რომ
სამება, ჩვენი ღმერთო სამება, მამა, ძე და სულიწმიდა. სამება ეს ქრისტიანების მოგონილია ვარ. ღმერთი ერთია, ხო? მოსეს მეხუთე წიგნის მე-6 თავში წერია, ის ბინე ისრაელ, ერთია უფალი ღმერთი ჩვენ. ხო? უფალი ერთი. და ამბობენ რომ ეს ქრისტიანებმა მოიგონეს. ქრისტიანების ელინისტური გამოგონება, ბერძნების გამოგონება, რომ ღმერთში არის სამი პირი, სამპიროვანია ღმერთი. მაგრამ ეხლა გაჩვენეთ თქვენ ადგილებს თქვენ ბიბლიიდან, სადაც ჩანს რომ ღმერთი არის რამდენი. ყოველ შემთხვევაში ერთ ღმერთში რამდენიმე პირი როა ჩანს. აი მაგალითად, აი რატომ უფლის ანგელოზის გასაგებად გვჭირდება ეს? აი მაგალითად, აი ყო ასეთი შემთხვევა, მოსეს პირველი, ბიბლიის პირველი წიგნის მე-16 თავში წერია, რომ აბრაამ, მამამთავარ აბრაამს ყავდა ცოლი სარა, რომელიც უშვილო იყო, ბერძი იყო და ყავდა მხევანი აგარი. და მათ გადაწყვეტეს, რახან სარა შვილი არ უშლებაო, მოდი აგარისგან შობეო, უთხრა სარამ, აგარმა გაგიჩინო შვილიო, რომ შენი შთაომავლობა არ გადაშენდესო, რომ შთაომავალ მოხუცი იყო აბრაამი უკვე 96 წლის იყო. და აგარმა უშვა შვილი, მაგრამ შემდეგ იყო ოჯახური დაპირისპირება მოხდა, სარა და აგარ შორის და აგარი გააგდეს სახლიდან და წავიდა უდაბნოში და მას შეხვდა უდაბნოში უფლის ანგელოზი. ვინ არის ეს უფლის ანგელოზი? რადგან წმინდა წერილში სხვაგან ნახსენებია ქერუბიმების, ჰერუბიმები, ანგელოზები, მაგრამ უფლის ანგელოზი, სადაც წერია, ეს არის განსაკუთრებული ვიღაც, რომელიც ეხლა ჩვენ ნახავთ ვინ არის უფლის ანგელოზი. და აგარს, რომელიც უდაბნოში ზის ამ წყურვარე სახლიდან გაგდებული, ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან ჯდომარე და უთხრა, აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ? სად მიხვალ? უთხრა, სარას ჩემ ქალბატონს გაურბივა აგარმა. უთხრა მას უფლის ანგელოზმა, დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე. უთხრა მას უფლის ანგელოზმა, დიდად გავამრავლებ შენ შთაომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო. უთხრა მას უფლის ანგელოზმა, აჰა, ორსულად ახარ, შობ ვაჟს და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხერხდა უფალმა შენს ჩაგვარს. და აღთქმას აძლევს და უნება რომ დაბრუნდი მგეშინია, შენი შთაომავლობას გამრავლდება, ისმაელი იქნება შენი შვილი, რომელსაც შენ შობ და შემდეგ ამბობს აგარ, ეს ქალი. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას. ხდებოდა რას ამბობს? ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას. შენ ხარ ღმერთი, რომელიც იხილვება, ამბობს აგარი, რადგან თქვა, განააკაც არ ვიხილე, კვალი იმისა, რომელიც მხედავს მე. ხედავთ რას ამბობს? და აი აქ ახსენა სახელი უფლისა, ებრაულ ტექსტში წერია ახსენა სახელი იაჰვესი. ანუ უფლის ანგელოზს უწოდებს იაჰვეს. უფლის ანგელოზი სადაც ცხადდება, ის არის თვითონ იაჰვე, თვითონ ღმერთი. ხდებით, თითქოს იაჰვე გზავნის მას, უფალი გზავნის მას, მაგრამ ის ვინც უფალმა გამოგზავნა, თავადაც იაჰვეა, თავადაც ღმერთია. ამას ასეთილი ადგილია აუცილებლად ესეც აი ამას ჩვენ დაგვიდასტურებს. ისევ ზაქარია წინასწარმეტყველის შეხედეთ მეორე თავში. ძალიან საინტერესო ადგილია. აი რა ხდება რაც ამბობს. აი ზაქარია ეუბნება ასე ამხნევებს ებრაელებს. ასე ამბობს საბაოთ უფალი. სადაც მიან ტექსტში საბაოთ უფალი წერია, ყველა უწერებს შლეფი იაჰვე, ხო? აი საბაოთ უფალი ყოველთვის ნიშნავს იაჰვეს. რადგან ეს ტექსტში, როცა ითარგმნა ქართულად, იაჰვე არ ჩაწერეს, მაგრამ აი გერმანულში კარგად არის, იმიტომ რომ ჰერ, სადაც დიდი ასოთი წერია, გერმანულმა მკითხველმა იცის, რომ ჰერ ყოველთვის დიდი ასოთი დაწერილი ნიშნავს იაჰვეს, ანუ ღმერთის მთავარ სახელს. და ეუბნება, ასე ამბობს საბაოთ უფალი, ებრაელებს ეუბნება. იაჰვე დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომელიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი თავისი თვალის გუგის შემხებარი იქნება. აჰა, მოუქნევ მათ ხელს და მათი ხმების ნადავლად იქცევიან, მიხვდებიან, რომ საბაოთ უფალმა, იაჰვენ გამომგზავნა მე. იხარე და იმხიარულეს სიონის ასულო, რადგან აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენ შუაგულში, ამბობს იაჰვე. მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს
და გახდებიან ჩემი ერი და დავივანებ შენ შუაგულში და მიხვდები რომ საბაოთ უფალმა იაჰვემ მომავლინა შენ. აქ ორ პირს ხედავთ. თავიდან იწყება ასე ამბობს იაჰვე. შემდეგ ამბობს მომავლენს ხალხებთან. რას ნიშნავს კაცო? იაჰვე ამბობს რომ მომავლენს ხალხებთან. დავივანებ თქვენ შუაგულში და მიხვდებით რომ მან მომავლინა მე. მაგრამ თან ვინც დაივანებს ისიც იაჰვეა. ხედავთ და ეს ებრაელები რაბინებისთვისაც იმდენად გაუგებარი ადგილი იყო ეს და ამ დაგვარები რომ ვერ ხვდებოდნენ. რას ნიშნავს ეს? იაჰვე ამბობს რომ მომავლენს ის მე და მე ვინც ვიქნები მათ შორის ისიც მეც იაჰვე ვარ. ხო ვერ გაეგოთ ეს. და ერთი რაბინი თურმე ამბობს იმასაც რომ სახელი აღარ მახსოვს ახლა იმისი რომ ლამის ქრისტიანების სამების სწავლება ვიღოთ იმდენად გაუგებარია ეს ადგილები. შეუძლებელი ერთადერთი ქრისტიანული წმინდა სამების სწავლება ხსნის ამას რომ ღმერთი ერთია და მასში არის სამი პიროვნება და სამივე იაჰვეა, სამივე ღმერთია, ერთ არსი, თანაარსი და ბუნებით სამივე ღმერთები. აი ამიტომაც ამ მესამე თავში რაც წერია უფლის ანგელოზი ეს თვითონ ღმერთი. უფლის ანგელოზი არის ძე ღმერთი იესო ქრისტე რომელიც დგას როცა იესოს დაუპირისპირდა სატანა, იეშუას დაუპირისპირდა სატანა, მის წინაშე დგას უფლის ანგელოზი ანუ იესო ქრისტე ძე ღვთისა იაჰვე მის დასახმარებლად და სატანა დგას რისთვის? მის ბრალის დასადებად, მოსაყინება. რაში უნდა დაგდოს ბრალი სატანა? რა არის მათი დანაშაული ამ დროს? იუდეველების დანაშაული. სატანა, მაგრამ მის სატანის მიდროს კომენტავს. სატანა რას ნიშნავს? სატან არის ებრაული სიტყვა. აუცილებლად. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ეს არ არის მოგონილი არც ევროპული, არც ევროპული ენებიდან. სატან არის ებრაული სიტყვა, ნიშნავს მოწინააღმდეგეს. ღმერთის მოწინააღმდეგეს. და სატან ცოტა სხვანაირად ნათქვამი ნიშნავს წინააღმდეგობას. აი წინააღმდეგობას რო უწევ, რაღაცას რო უპირისპირდება. ანუ ეს სატანა არის ფაქტურად მბრალდებელი. აი ახსოვთ იობის წიგნშია, იობის წიგნი ასე იწყება, რომ იკრიბებიან ღმერთთან უფლის ანგელოზები და სატანაც იქ მიდის. ვისთვის მიდის, რომ ბრალი დასდოს ადამიანებს და ხედავ უფალი ეუბნება სატანას რომ ნახე ჩემი იობი, ჩემი მორჩილი იობი, როგორი ღვთისმოსავეა და სატანა რას ეუბნება? არა, ეგ იმიტოა ეგრე რომ ყველაფერი აქვს. თავზე საყრელი აქვს, ქონება, სახლი, შვილი, საყარი და ყველაფერი. იმიტოა ეგეთი, ანუ ბრალს დებს სატანა უფლის წინაშე იობს. აი ასეთია ბოროტი, ასეთია ეშმაკი. მაგრამ ჩვენ ნახავთ რომ ჩვენ აი ამ ბრალდებელის საწინააღმდეგოდ ყავს ვინ? კომანდაც ასე. როგორც აი ამ წიგნში ზუსტად ესაა ნათქვამი რომ იეშუა მთავარი განასახიერებდა ვის? თელერს იმ დროს, ხო? და მთელი ერი რაში იყო ამ დროს დამნაშავე? ანუ წაიკითხავთ რაში იყო მთელი ერი დამნაშავე? დაბრუნდნენ მიდან ბაბილონის ტყვეობიდან უფალმა გაათავისუფლა. ხო იქიდანაც ესე. და ბრძანება ჰქონდათ რომ ჩახვიდეთ იერუსალიმში და ააშენოთ პირველ რიგში და ააშენოთ ღვთის ტაძარი. და შემდეგ ანგია წინასწარმეტყველი ეუბნება ამ სიტყვებს ამათ. ასე ამბობს საბაოთ უფალი. აი დანაშაული რა იყო? წვირიანი სამოსელი, ჭუჭიანი სამოსელი რა. წაიკითხავთ რაში იყო მთელი ერი დამნაშავე. დაბრუნდნენ მიდან ბაბილონის ტყვეობიდან უფალმა გაათავისუფლა. ხო იქიდანაც ესე. და ბრძანება ჰქონდათ რომ ჩახვიდეთ იერუსალიმში და ააშენოთ პირველ რიგში და ააშენოთ ღვთის ტაძარი. და შემდეგ ანგია წინასწარმეტყველი ეუბნება ამ სიტყვებს ამათ. ასე ამბობს საბაოთ უფალი. აი დანაშაული რა იყო? წვირიანი სამოსელი, ჭუჭიანი სამოსელი რატო ეცვა იეშუას. ასე ამბობს საბაოთ უფალი, ანუ იაჰვე, დაუკვირდით თქვენ საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას მკით, ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით, სვამთ, მაგრამ ვერ იგდავთ წყურვილს, იცვამთ, მაგრამ ვერ თვებით, გახრეტილი ქიზისთვის იღებს შრომელი თავის საზღაურს. ასე ამბობს საბაოთ უფალი, დაუკვირდით თქვენ საქციელს. ადით მთაზე აიტანეთ ხეთყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოჩნდები ამბობს უფალი. ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გასრულდება. რაც სახში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ
რატომ ამბობს საბალოთ უფალი? იმიტომ რომ მიგდებულია ჩემი სახლი და თქვენ ყველანი თქვენ სახლებზე ზრუნავთ. ხედავთ დანაშაული რა არის? რომ საკუთარ სახლებს აშენებენ და უფლის ტაძარი დანგრეულია, აუშენებელია და უფალი ეუბნება რომ აი ამიტომ არ აქვს ბარაკა ხეირი ცხოვრებაში რომ უფლის სახლი არ დგას პირველ ადგილას თქვენთვის. აი ჩვენ სახარებაში რო გვაქვს მათეს მე-6 თავში 33 მუხლი არის რომ ხოლო თქვენ უპირველესად ეძიებით სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლეს ამისა და ყველა დანარჩენი მოგიცეთ თქვენ. აი ეს არის და იესოა სიმიტუაციებს ჩვენი სამოსელი უყურეთ უდამთავარი განასახიერებდა იუდაიზმში თელ ეს ხო? განსაკუთრებით ეს ჩანდა როდის სპეტალის სამოსელს იცვალდა ველი უდამთავარი Yom Kippurზე. Yom Kippur არის შენდობის დღე. წელიწადში ერთხელ იყო შენდობის დღე. ჩაიწვევდა უდამთავარი სპეტაკს სამოსელს, მოიყვანდნენ 400 ერთ ვაც სხვეპლად შეწირავდნენ და შეიტანდა უდამთავარი საკურთხეველში და იქ სისხლს აკურებდა წმინდა და შეაყურებდა სისხლს როგორც მსხვერპლს ერის ცოდვებისთვის. მეორე თხას მეორე ვაც არქვა აზაზელი ერქვა ხა ვაც ხელებს დაადებდა უდამთავარი და ამბობდა მთელი ერის ცოდვას. მთელი წლის განმავლობაში რაც შესწორდეს, ხო? მან ხო იცოდა უდამთავარი რომ მისი ერის ცოდვები. დაადებდა ხელებს ამ ვაცს და იტყოდა ყველა ცოდვას ერის და შემდეგ ამ ვაცს უშვებდნენ უდაბნოში. და უდაბნოდან აღარ უნდა დაბრუნებულიყო ეს ვაცი, როგორც ეს ნიშნავდა რომ ღმერთმა შეიწირა მათი ცოდვები, წავიდა, დაიკარგა, აღარ დაბრუნდება მათი ცოდვები მათთან და არის გადმოცემა ასეთი რომ ქრისტე რომ მოკლეს იმ წელს ეს ვაცი უკან დაბრუნდა. უდაბნოში არ და ღმერთმა არ მიუტევა მათ ეს ცოდვა რაც ჩაიდინეს რომ მოკლეს მართალი ღვთისაგან მოსული გაკაცებული ღმერთი. და აი ამიტომაც იესოს ხედავს სამოსელი ზაქარია, მაგრამ წვირიანი სამოსელი აცვია, ჭუჭყიანი, რატო? იმიტომ რომ ერი აი ამ ცოდვაშია გასვლილი, რომ არ აშენებენ უფლის ტაძარს და პრიორიტეტი მათი არის საკუთარი სახლები და არა ტაძარი. და მაგრამ შემდეგ უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომდა, უფლის ანგელოზმა, გახადე წვირიანი სამოსელი. ემით წაკითხოთ იოანე მოციქულის მეორე წერილიდან ერთი ადგილი, ნახეთ რა საინტერესოა, ვინ არის ქრისტე ჩვენთვის რომ იცოდეთ თქვენ. აი რაც არ უნდა შესწოდოთ, რაც არ უნდა მძიმე ცოდვა ჩავიდინოთ ჩვენ, აი უნდა ვახსოვდეს ვინ არის იესო ქრისტე ჩვენთვის. შვილო ჩემნოს იოანე ღვთისმეტყველი. ამას წერთ თქვენ, რათა არ სცოდოთ. ხოლო თუ იმეს სცოდავს, კომაგი ყავს მამის გვერდით იესო ქრისტე მართა. რომ შესწოდოთ ამს იოანე ღვთისმეტყველი, გახსოვდეთ რომ კომაგენ ადვოკატი, აი ებრაულში ეს სიტყვა რაც არის, ადვოკატი ყავს ბერძნულში პროსად. ანუ შემწე, შველელი, გამმართლებელი, აი ვინ შეგვეწევა, როცა სატანა ჩვენ დაგვდეს ბრალს, ყავს კომაგი იესო ქრისტე მართა. ხედავთ? აი აქაც დგას იესო ქრისტე, აი ამ იეშუა ღვთისმეტყველის წინაშე, იცავს მას და იმიტომაც ეუბნება უთხრა უფალმას იაჰვემ სატანას გიგრძალავს უფალი, ანუ შეგაჩვენებს უფალი სატანა. შეგაჩვენებს და არ აქვს შემოკლება რომ ბრალი დასდო მან. რატომ არ აქვს? იმიტომ რომ ხედავ დაწერია შემდეგ ანგია წინასწარმეტყველა რომ ამხილა იუდეველები რომ ტაძარს არ აშენებენ. რა მოხდა მას მე? კი არ გაჯიუდნენ ებრაელები და კი არ გაგაკეთდნენ ამ თავიანთ საქმეში. მოისმინეს ზერუბაბელ შელათიელის ძემ, ანუ ერის მთავარი ვინც იყო იმ დროს. და იეშუა იოცადაკის ძემ, ანუ მთავარმა და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის და მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის მათი ღმერთის მოვლენებული იყო და შეეშინდა ხალხს უფლისა. და უთხრა ანგიამ უფლის მასემ ხალხს უფლის მოცნობის მაზალით, მე თქვენთან ვარ ამბობს უფალი. გააღვიძა უფალმა იუდას განგებლის, ზერუბაბელის, შალათიელის ძის სული
მღვდელმთავრის იესო იცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული მივიდნენ დაიწყეს მუშაობა საბაოთ უფლის მათი ღმერთის სახლში. აი იმიტომ რომ უკვე შეინანეს, შეეშინდათ აი ამ ანგიას სიტყვა ისმინეს და მივიდნენ მოექცნენ ანუ და დაიწყეს ტაძრის შენება. აი ამიტომაც ეს უკვე მომხდარია. ანგია 22 თვით ადრე იყო ვიდრე ზაქარია. ეს უკვე მომხდარი ამბავია, ამიტომაც ზაქარია ამბობს ეს უფლის ანგელოზი ძეხვთისა იაჰვე თვითონ გახადეთ მას სვირიანი სამოსელი და ჩააცვით სპეტაკლი საზეიმოშა სამოსელი და ამბობს აჰა წარხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელი შეგმოსავშე თუ ჩვენ ვიტყვით რომ ეს ანგელოზია და ვიღაცა შეიძლება არ დაიგეროს რომ ეს თვითონ იაჰვეა ეს უფლის ანგელოზი. როგორ შეუძლია ანგელოზმა წარხოცოს უკეთურება? ანგელოზს არ შეუძლია ადამიანისთვის წოდების მიტოვება. ამიტომაც რადგანაც ამბობს წარხოცე შენგან უკეთურება, ესე იგი ჩაკედანაც ჩანს რომ ეს უფლის ანგელოზი, რომელიც იცავს ეყოშუას სატანისგან, არის თვითონ იაჰვე, თვითონ ძეხვთის იესო ქრისტე. და თქვა, დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი, ჩააცვეს სამოსელი, უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა. ასე ამბობს საბაოთ უფალი, ანუ იაჰვე, თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემ სამსახურში ასრულე, გაუძღვებით ჩემ სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის. და უფალი ასეთია, რომ როცა შეუნდობს ადამიანს ღმერთი ცოდვას, არა მარტო შეუნდობს, არამედ ამხნევს, არამედ პირდება, არამედ აღადგენს მას, რომ მან ისევ გააგრძელოს თავისი მსახურება. ხო? აი გაიხსენეთ პეტრეს ამბავი. პეტრეს ხომ შეუნდო უფალმა ცოდვა, მაგრამ ხომ არ დატოვა განზე. რა უთხრა? დააყენა ისევ წემსა. როგორც კი პეტრეს ცოდვა ახოცა იესო ქრისტე, იმ წუთში აღადგინა ის მსახურებაში. უბრალოდ აღმდგარი იესო ქრისტე მოციქულებიდან პირველი გამოეცხადა პეტრეს. რადგან იცოდა რომ მას ყველაზე მეტად უჭირს იმ დროს. რადგან მან უარყო მისი მოძღვარი და მაცხოვარი უფალი. ამიტომაც უფალი ასეთია. თუ თქვენ ნახავთ რომ უფალმა მოგიტევა ცოდვა, იცოდე რომ აღგადგენს და ისევ დაგაბრუნებს სიყვარულში. აი იოსოსაც ეუბნება რომ თუ შენ შეასრულე ყველაფერს ისე და გაუძღვები ჩემს სახლს ამ ტაძარს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მოსასვლელს აქ მდგომარეთა შორის. ანუ ყოველთვის გექნება შენ მოსასვლელი გზა ჩემთან. რასი მოსასვლელი წელიწადში ერთხელ უნდა შესულიყო მღვდელმთავარი უფალთან. დები, და ჩვენ რო საკუთრებელში შევდივარ და გამოვდივარ მღვდელებთან ასეთი არის. წმინდა, სადაც დავანებული იყო უფალი მათი ღმერთი, იქ შესვლის უფლება არავის ჰქონდა გარდა მღვდელმთავრისა და ისიც წელიწადში ერთხელ იომ-კიპურზე და ისიც მსხვერპლთან ერთად. ისე შემთხვევით კი ვერ შევიდოდა. მხოლოდ მსხვერპლის შეტანისთვის შეეძლო იქ შესვლა, წმინდა და სადაც დავანებული იყო უფალი, სადაც აღთქმის კიდობანი იყო, სადაც აღთქმის კიდობანში შიგნით იდომერე მანანაზე ციური მანანა, იქ იყო მოსეს კვერთხი და სხვა სიწმინდენი და ქერუბინი იყო გამოსახული აღთქმის კიდობანზე და აი იმ წმინდათში ვერავინ შევიდოდა მღვდელმთავრის გარდა. არის ასეთი გამოცემაც რომ მღვდელმთავარი რო შედიოდა წელიწადში ერთხელ აი იომ-კიპურ ნიშნავს შენდობის დღე. შენდობის დღეზე ფეხზე აბავდნენ თოქს. და შემთხვევით და რამე რომ მოსვლოდა ის წმინდათში და დაცემულიყო და მომკვდარიყო, თუ ღმერთი ინებებდა და არ შემომკვდარიყო იმ წმინდათში. იქ ვერავინ ვერ შევიდა მის გამოსაყარი და თოკით უნდა გამოეყო. რადგან არავის ჰქონდა უფლება ისეთი კრძალულება და შიში ჰქონდათ იუდეველებს წმინდა წმინდაში. და ეუბნება იესოა მღვდელმთავარს, თუ შენ დაიცავ ჩემ ცნებებს და შენ სახლს გაუძღვები ისე და მეთვალყურეობა გაიწერ როგორც საჭიროა, ყოველთვის გექნება შემოსასვლელი ჩემთან. ბოლო მღვდელმთავარი ვინ შევიდა მამასთან, ვინ იყო? მამა იაჰვესთან ვინ იყო? იესო ქრისტე. იესო ქრისტე. აი თვითონ იეშუა მღვდელმთავარი არის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება იესო ქრისტე.
იესო შევიდა ნამდვილ წმინდათაში. იერუსალიმის ტაძარის წმინდა და წმინდა ხომ არ იყო ის რაც ზეცაში. ის იყო მისი სახე, ხატი, მხოლოდ სიმბოლო, ასე ვთქვათ. მაგრამ ნამდვილ წმინდათაში როგორც მღვდელმთავარი და როგორც მსხვერპლი თან და მან საბოლოოდ გამოისყიდა ყველა სცენა. ხო? აი ეს კარგად გავიგოთ ჩვენ. მღვდელმთავარი რომ შედიოდა წელიწადში ერთხელ და შექონდა სისხლი, აი იმ ვაცის, რომელიც მე თქვი, იმ სისხლს აპყურებდა იმ წმინდა წმინდათაზე, იკვდა იმ აღთქმის კიდობანს. მაგრამ როცა დაანგრიეს სოლომონის ტაძარი ბაბილონელებმა, იქ აღთქმის კიდობანი აღარ იყო, დაიკარგა. და იეშუას დროს იქ იყო ცარიელი ადგილი. ხოლო ამოჭრილი იყო ის კლდე, სადაც აღთქმის კიდობანი იდოში. აი იმ ადგილას აპყურებდა მღვდელმთავარის სისხლს. ეს რისი სიმბოლო იყო? რისი სიმბოლო იყო? ქრისტეს სისხლის სიმბოლო იყო. რომ ქრისტეს სისხლი რაღაცა სისხლი უნდა დაღვილიყო მათთვის, მანამდე სანამ უფალი მოვიდოდან ქვეყნად, ხოდების გამოსასყიდად და ეს ყოველ წელს ამისი აღსრულება მათ ახსენებდა კი არა, მეხსიერებაში გქონდათ რომ მსხვერპლისთვის, გამოსცოდვეთა მიტოვებისთვის საჭიროა მსხვერპლი, საჭიროა სისხლი. აი ამიტომაც იცნეს ნაწილმა ებრაელებმა იესო ქრისტე, ისი დააღრული სისხლი და მიხვდნენ რომ ეს არის ნამდვილი მღვდელმთავარი. და ისმინე იესო მღვდელმთავარი. აი მე მუხტში უკვე აძლევს აი ამ აღთქმას იესო ქრისტე. ისმინე იესო მღვდელმთავარი. შენ და შენ მათთვის ტომებმა. შენ წინაშე რომ სხედან. რადგან სასწაულის კაცები არიან ისინი. სასწაულის კაცები არიან ისინი რასაშია. საკაც ჩვენ ამას ქართულ ენაში ვიტყვით რომ ეს სასწაული ადამიანი ამას კი არ ნიშნავს. სასწაული ნიშნავს ნიშანს. ხო? სასწავლი ნიშნავს ნიშანს. აი ეს შენ და შენი თვისტომი ეს მღვდლები, მღვდელმთავრები თუნდაც არიან ნიშნის კაცები. ყველანი მოასწავებენ იმას, ვისაც მე გამოგიზარდ, ხო? რადგან მოავლენებ მორჩებს, მორჩილს, მორჩს, ქვეშორს. მორჩს. და პირდება აღთქმას უდებს რომ თქვენ ყველანი ხართ ნიშანი მხოლოდ, წინასახე მხოლოდ იმისი იმ მორჩის, რომელსაც მე მოგივლებ თქვენ. ეს ადგილი ბოლომდე არ ქონდა გაზიარული მანამდე, სანამ არ მოვიდა იესო ქრისტე, სანამ არ მოვიდა ის მორჩი ნამდვილად და აღასრულა ის ყოველი. მეცხრე მუხლი, რადგან ის ქვა, რომელიც დავდები იესოს წინ, 7 თვალია მე თქვაზე და მოვყვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს უცაბაო უფალი და ერთ დღეში წარხოცავ ამ ქვეყნის ცხოვრებას. ხო? ცოტა შეხედავთ რთული მუხლია. თქო და აი ის ქვა, რომელიც დავდები იესოს წინაშე, ქვა დადო უფალმა იაჰვემ რაღაცა ქვა იესოს წინაშე და 7 თვალია ამ ქვაზე მიმართული და მოვყვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, რაღაცა არის ამ ქვაზე ამოყვეთილი, ამოჭრილია რაღაცა ამ ქვაზე. და ამბობს საბაო უფალი და ერთ დღეში წავხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. უყურეთ, 7 თვალი რას ნიშნავს? მოიჭირეს თვალი რას ნიშნავს? იოანეს აპოკალიფსი, რაც გაგიგეთ ხომ? ბოლო წიგნი ბიბლიის. იოანეს აპოკალიფსში იოანე ხედავს ღვთის ტაძარს და მასში ტახტზე დაბზადებულ ღმერთს ზეცაში და რას ხედავს? და გავიხედე და ტახტი 4 ცხოველსა და უხუცესთა შორის კრავი არის იესო ქრისტე, რომელიც დაკლული იყო, 7 რქიანი და 7 თვალიანი, რომელიც არიან 7 სული ღმრთისა მთელ დედამიწაზე მოვლენილი. 7 თვალი განასახიერებს ღვთის 7 სულს, რომელიც დედამიწაზე არიან მოვლენილი, ანუ ყოვლის მხედველობის სული. ხედავთ? 7 ხონა არის სრულყოფილების რიცხვია და 7 სული ღვთისა და 7 თვალი ნიშნავს ყოვლის მხედველობა ღვთის. აი ყველაფერს ხედავს ღმერთი ჩვენ შორის რაც ხდება. აი თვალისკენ, აი ქვისკენ, თქვენ ტექსტში, ამ ტექსტში აღარ შევცვალე ეს. ეს თარგმანია, რომელიც 99 წელს გამოვიდა საპატრიარქოს მიერ, წერია ამბობს უფალი რომ 7 თვალია ამ ერთ ქვაზე. ცოტა შეცდომაა თარგმანში. ამ ქვაზე კი არ არის 7 თვალი. 7 თვალია მიმართული ამ ქვისკენ. ყველაფერს აკონტროლებს უფალი.
აი იმ სახურებას, რაც ტაძარში ხდება, უფლის 7 თვალი და 7 სული აკონტროლებს ყველაფერს. აი ხედა გახსოვთ აპოკალიფსში, აი აპოკალიფსის პირველ თავში, როცა ეკლესიებს მიმართ, მეორე თავში ეკლესიებს რომ მიმართავს უფალი, რას ეუბნება ეფესოს პირველ ეკლესიას ეუბნება, რომ ვიცი რომ დაუყე და გავიწყდა პირველი სიყვარული. ხედა რომ ვიცი რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ანუ პირველი სიყვარული ნიშნავს განა პირველ შეყვარებას. ანუ პირველ ადგილას ვინც უნდა გიყვარდეს, მიატოვე შენის ანუ ღმერთი და გაფრთხილებ ეუბნება უფალი. თუ არ მობრუნდები და არ გაიხსენებ პირველ სიყვარულს, დავძრავ შენს სასანთლეს თავისი ადგილად. სასანთლის დაძვრა ნიშნავს რომ წაგართმევ იმას რაც გავს, იმ მადლს რაც გავს. და აი ამ ქვაზეც ეუბნება იესო მთავარს, რომ ღვთის 7 სული ყოვლის მხედველი თვალია მართული არის. რას ნიშნავს ეს ქვა, რომელიც დავდევი შენს წინაშე? ქვა, მაგალითად, იესაია 13:13-თან არის ეს, რომ ქვაკუთხედი, საძირკველი, რომელიც დავდევი მტკიცე, ვინ არის? იესო ქრისტე. მაგრამ ეს რომელიც აღსრულდა მისი მოსვლის დროს. მაგრამ საფუძველი, რომელიც დადებული იყო ტაძარში, ეს ნამდვილი ამბავია. რა არის? უყურეთ, თქო გინახავთ, სურათი თქონდა ამას იერუსალიმის ტაძარის გალავანი. ხო გინახავთ, ნახე. შუაში არის ტაძარი, ხო? მაგრამ წმინდა სადაც იყო ტაძარია, ტაძარისაც 3 წელად არის გაყოფილი ტაძარის და თავარი ადგილი ამ ტაძარში არის წმინდათა. 2.5 ელი იყო ამისი ფართობი. 2.5 ელი ეს ებრაული საზომი. და აი ეს წმინდათა სადაც იყო დაფუძნებული, იქ ბუნებრივად მართლაც დევს ქვა, კლდეა. აი თის წვერზე იყო საფუძველი ქვა. აი იმ ქვაზე გაასწორეს ეს ტაძარი. ანუ ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლები ამ ქვაზე არის დააშენებული. აი როცა სახლს აშენებენ, ფუნდამენტი, ხო აი სახლს როგორ აშენებენ, როცა აშენებენ, ხო? კუთხის ქვა რას ნიშნავს? აი მე როცა რომ ვიცი რომ სახლი ესე უნდა იდგეს თუ ესე უნდა იდგეს სახლი, ერთ ოთხკუთხე კვადრატულ ქვას ვდებ, პირველ ქვას და კედლებს მე აქედან და აქედან უკეთებ. ხო ამას, ანუ კუთხის ქვა არის მთავარი, ხო და ის ასწორებს სახლის კედლებს, როგორ უნდა იდგეს ჩემი სახლი. ანუ კუთხის ქვას ვდებ ჯერ და ამ კუთხის ქვის მიხედვით სწორდება მე კედლები. აი წმინდათა სადაც იყო, იქ იყო ბუნებრივი კლდე. აი საფუძველი მორიას მთაზე, რომელზეც ააშენეს შემდეგ წმინდათა, შემდეგ ტაძარი, დიდი ტაძარი და შემდეგ უკვე გალავანი იყო დიდი იყო და დიდი იყო ეს ქა, ასე გააფართოვეს ეს ფერდობები და მაგრამ აი ის ქვა, რომელიც დადო უფალმა, არის ის ნამდვილი საფუძველი კლდე მორიას მთაზე. აი ჩვენ ეს წავიკითხეთ, გახსოვთ, მორიას მთაზე რა მოხდა? მორიას მხარეში. აბრაამს როცა ავალებს უფალი, ეუბნება წადი და შენი ერთადერთი საყვარელი შვილი შემომწირე. სად მიდიოდა? სად? მორიას მთაზე. და მორიას მხარე არის იერუსალიმი. სიონისთაც ქვია მას და მორიასთაც ქვია იმას. და აი უფალმა დავდე იქ ის ქვა, ნიშნავს რომ იქინება უფალმა. როცა მას სოლომონს უბრძანა რომ აეშენებინა ტაძარი, მიუთითა სად უნდა ააშენოს. აი იმ მთაზე, იმ საძირკველზე, იმ ქვაზე, ამიტომაც ამბობს მე დავდე ის ქვა, იქ იქნება ტაძარი ჩემი, 7 ჩემი თვალი მიმართული იქნება მასზე და შემდეგ ამბობს მოუკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს. ეს რა არის? ეს არის ერთი საიდუმლო, რომელიც დღეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ რაბინების გადმოცემით და რწმენით, მათ იუდეველების რწმენით, აი ქვაზე, რომელიც წმინდას ქვეშ არის, ამოკვეთილია სახელი იაჰვე. ღმერთის სახელია ამოკვეთილი. მაგრამ დღეს ამის ნახვა შეუძლებელია. რატომ არ შეუძლებელი? დღეს იმ ადგილას რა არის აშენებული? ომარის მეჩეთი. მეჩეთია იქ აშენებული და იქ თითის ხლებაც კი ომს იწვევს, იმიტომ რომ მუსლიმური სამყარო ომს იწვევს, იმიტომ რომ იქ რომ რამე შეეხოს. რატომ? უყურეთ რა ეს საინტერესო ესეც რომ იწოდეთ თქვენ. აგარზე როცა გიკითხეთ დღეს მე, თქვენ აგარზე. ეს აგარი იყო ფაქტიურად აბრაამის ხევალი იყო და აგარმა უშვა მას ისმაელი და ისლამური ხალხი,
მუსლიმები თვლიან, რომ იზმაელის შთამომავლები არიან თვითონ. დებით? და ისინი ამბობენ, ბიბლიას ამახინჯებენ გაკეთებულ და ამბობენ, რომ ისააკი არ შეწირა აბრაამმა. იზმაელი იყო ის, ვინც აბრაამმა შეწირა. თუმცა ეს დამახინჯებაა ბიბლიის, იმიტომ რომ ებრაულ ბიბლიაში წერია, რომ ისააკი შეწირა, უნდა შეეწირა. მაგრამ მუსლიმები ამბობენ, რომ იზმაელი, ამიტომაც მუსლიმებისთვისაც იერუსალიმი წმინდა ქალაქია. რადგან იქ იქნა შეწერილი იყო იზმაელი, მსხვერპლად. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ მექასთან მედინას შემდეგ არის იერუსალიმი მათთვის წმინდა ქალაქი და ამიტომ იქ ახლა საჯეშმის გათხრა, იმ ქვის მოძებნა და იქ იმის ნახვა იაჰვე ამოკვეთილი როგორ არის შეუძლებელია ამის ნახვა, ამიტომაც ეს არის წმენა, რომელიც აი ამ ზაქარია წესთან არის ნახსენები. მაგრამ აი ეს წმენის საძირკველი რა არის? ამას ჩვენ გვიხსნის პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ მეორე წერილში. ნახეთ რა სams ეს ჯოხო სულიერადაც უნდა შევხედოთ ბერგამს. უყურეთ. ხოლო ურყევის საფუძველი ღმრთისა მტკიცეა. ანუ იაჰვეს შეურყეველი საფუძველი არის მტკიცე და აქვს მას ეს ბეჭედი. რომელი ბეჭედი? წმენის ბეჭედი. აი რა არის წმენის ბეჭედი? ბეჭედს ხო შეიძლება ორი მხარე აქვს, ხო თქვაში ბეჭედს. იცის უპირველი, იცის იაჰვემ, რომელიც არიან მისნი. ღმერთს ხომ ვერ მოატყუე. ღმერთმა იცის ვინა მისი. შენც იცი და ღმერთმა ხომ იცის და იცის. ეხლა ტაძარში რომ მოდის ვინმე და ველს ელაპარაკება ან ხალხის წინაშე ოცულობს, მან გულის სიღრმეში ხო იცის იტყუება, თვალთ მაქცობს თუ მართლა ასე. იცის ღმერთმა ვინა მისი. ვერ მოატყუე. ეს არის საძირკვლის ერთ-ერთი მთავარი ბეჭედი და მეორე, ვინც მისნი არიან, უნდა განეშოროს უსამართლობას და აღიაროს სახელი უფლისა. შენ თუ იცი, რომ ღმერთის ხარ შენ და შენ თავში თუ ხარ გადაწყვეტილი ეს, რომ ღმერთის ხარ შენ და ღმერთმაც იცის, რომ მისი ხარ, უნდა გაშორდე ყველაფერ უსამართლობას, ბოროტებას და აღიარო მისი სახელი. აი, სულიერ კატეგორიაში შეიძლება ის სხვა ვერ ნახოთ ჩვენ სადაც იაჰვეს სახელი ამოჭრილი, მაგრამ და ვიცოდეთ, რომ ეს არის საფუძველი. მე უფალმა იცის ვინ არის ის. შენც იცი, ღმერთის ხარ თუ ხალხის და დასანახად აკეთებ ამას. და შემდეგ ამბობს, ერთ დღეში წარხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. რა საშუალო, აი თქვენ თუ გეცნობ, ერთ დღეში წარხოცავ, იმის მერე რომ ამბობს, რომ მოვავრინებ მორჩს თქვენს წინაშე, მორჩს ან იმკაც, შეიძლება ერთ დღეში წარხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. რა საშუალო? ჯვარცმის დროს ერთ დღეში წაიხოცა ყველა ცოდვა. ხედავთ, აი ეს უკვე ნათქვამია ძველ ამბავში. იმიტომ რომ იომ-კიპურზე მაგალითად შენდობის დღეზე ხომ შედიოდა მთავარი. შეუნდობდა ღმერთი ცოდვას ეს. გამოვიდოდა და მეორე დღიდან იგივე მეორდებოდა. ისევ სოდავდნენ, ისევ მძიმდებოდნენ, ისევ იმ დღეში იყვნენ და ახლა თავისუფალი ვარ ყოველთვის. აი, იცით, ქრისტიანობაში ეს საკითხი ძალიან დაკნინებული, არასწორად არის გაგებული. დები, აი, ჩვენ თავისუფალი ვარ ცოდვისგან. ანუ ცოდვის სიმძიმე ჩვენ აღარ გვამწვავ ამ ქვეყნის ცოდვებს. რა საშუალო? ჯვარცმის დროს ერთ დღეში წაიხოცა ყველა ცოდვა. ხედავთ, აი ეს უკვე ნათქვამია ძველ ამბავში. იმიტომ რომ იომ-კიპურზე მაგალითად შენდობის დღეზე ხომ შედიოდა მთავარი. შეუნდობდა ღმერთი ცოდვას ეს. გამოვიდოდა და მეორე დღიდან იგივე მეორდებოდა. ისევ სოდავდნენ, ისევ მძიმდებოდნენ, ისევ იმ დღეში იყვნენ და ახლა თავისუფალი ვარ ყოველთვის. აი, იცით, ქრისტიანობაში ეს საკითხი ძალიან დაკნინებული, არასწორად არის გაგებული. დები, აი, ჩვენ თავისუფალი ვართ ცოდვისგან. ანუ ცოდვის სიმძიმე ჩვენ აღარ გვამწვავ. აი, თუნდაც შევცოდო მე, აი დღეს რომ შევცოდო მე რამე. მე ვიცი რომ ეს ცოდვის სიმძიმე მე არ დამამძინებს, რადგან მან აიღო თავის თავს. ეს რწმენა მე მონობისგან მათავისუფლებს, ხდები? რა თქმა უნდა მე არ უნდა შევცოდო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მას აქვს ჩემი ცოდვის სიმძიმე აღებული და სინდისმა და ნამოსმა როგორ უნდა მომწეს იმისი უფლება რომ
შევცოდო კიდევ დაუმატო მასის სოდვა, ხდები? მაგრამ დღესაც რასაც შევცოდო, რა შევცოდე, ხვალ რა შეიძლება შევცოდო, მე უნდა მწამდეს რომ მან აიღო უკვე თავის თავზე ყველაფერი. ერთ დღეში წარხოცა მთელი ცოდვა. ასე რომ არ იყოს ეწერებოდა რომ 200 წლით აიღო მან თქვენი ცოდვა. მე უკვე თქვენ არა სამუდამოდ ქრისტემ მეორე მოსვლამდე თავის თავზე აიღო სიმძიმე ცოდვა. ხდები? აი ამის მნიშვნელობა ხო გააზრებული გვაქვს ჩვენ. ანუ იმიტომ რომ აი ადამიანი საფსიქოლოგიაში ხომ დაკომპლექსებულია რა მოგება, ხო? რატომ არ დაკომპლექსებულია? იმიტომ რომ რაღაცის სიმძიმეს ანჯობს მას, ხო? ტრავმის, სულიერი ტრავმის, შეცდომის, სინდისის კენჯნა აწამებს მას, ხო? ადამიანი განადგურებული, ხომ გინახავთ ესეთი ადამიანი? ქრისტიანებში ასე არ უნდა იყოს. ჩვენ თავისუფალნი ვართ, როგორც ღვთისმერთის შვილები, ცოდვის სიმძიმისგან ვართ თავისუფალი. აი ამისი გააზრება ჩვენ სულ სხვა ადამიანებად გავხდით, იცით? მაგრამ ცოდვა არ უნდა ჩავიგნოთ მაინც, იმიტომ რომ ის წინაშე არ უნდა იკადრო ეს, რომ მან ვინ შენს თავის თავზე აიღო შენი ცოდვების სიმძიმე, კიდევ შენ დაამატო იმას კიდევ რაღაც ცოდვა. და ერთ დღეში წარხოცა ამ ქვეყნის ცოდვებს, ეს არის ქრისტეს ჯვარცმა, იმ დღეს ამბობს საბოლოო უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ. არის წიგნი მეორე ნეშტთა ქვია წიგს ძვლახმაში და მეორე ნეშტას მერვე თავში არის ესეთი სიტყვა, როგორც აი მე ვთქვი რომ ბიბლია თვითონ ვიხსნის ბიბლიას, როგორც მეორე ნეშტა აღწერს სოლომონის მეფობას. სოლომონი იყო ვინ? მეფსალმუნე დავით მეფის შვილი და სოლომონის დრო იყო ისრაელის დრო, ჩვენს დავით აღმაშენებელი დროს რო გვეძახით ჩვენ, ხო? აი წინვალე დრო, წინვალე ეპოქა, რა ჩვენთვის დავითი და თამარი იყო სოლომონი მათთვის. და სოლომონის მეფობა არ იყო წინასახე მეორედ მოსვლის მერე რაც იქნება იმის. ეს ჯუდეველებს ეს აქვს. აი როცა წერია იმ დღეს, როცა თქვენ კითხულობთ წმინდა წერილს და ეხდება იმ დღეს, ან jeden tag ვარ გერმანულში, იმ დღეს, აი ის დღე ნიშნავს ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ რაც იქნება იმ ეპოქას, იმ დროს. აი იმ დღეს და აი ამ სოლომონის მეფობის დროს წერია მეშვიდე თავში რომ როდესაც დაასრულეს ტაძარი და განისვენა ხალხმა იმ დროსო, სოლომონის მეფობის დროსო, ყველა მშვიდად იჯდა თავისი ლეღვის და თავისი ვაზის ქვეშ და განსვენებულ ნეტარებაში იყო, ხო? ვაზის ქვეშ დომა რაც არის ვაზი და ღვინო არის ხინის და შვების სიმბოლო, ხო? და ლეღვის ქვეშ დომა კიდე ნიშნავს ღვთის სიტყვასთან ზიარების ნიშანია, იმიტომ ლეღვის ქვეშ იყო თორას და ღვთის სიტყვის სწავლების ადგილი. აი და ამ იმ დღეს ამბობს უფალი, როცა მოვამენ მეორედ, აი ეს მორჩი რომ მოვა მეორე, ერთმანეთს მიიწვევთ, საბოლოოდ გამისვენებთ და საბოლოოდ დამშვიდდებით და მიიწვევთ ერთმანეთს ლეღვის და ვაზის ქვეშ. მე მინდა თქვენს მეჩვენებინა ძალიან გამორჩა. აი ხედავთ ეს ფურცელი მე წამოგვიდეთ ხლა. ხედავთ თქვა. ეს არის ებრაული ბიბლია. რაბინა ბიბელს, ებრაული ბიბლია, ანუ ამას ქვია ებრაულად ქვია დიდი წერილი. მიკრაოდ გედოდოთ ესე ქვია დიდი წერილი. აი ადრეს გითხარი და მინდა მეჩვენებინა, ხედავთ? აი აქ არის ეს არის მსხვილი ასოები. ებრაული აქედან აქეთ იკითხება, პირიქით იკითხება. ხედავთ? აი მსხვილი ასოებით არის ეს ტექსტი დაწერილი. მოხდა ეს აქ ისაიას გასწავლების ერთ-ერთი თავი, ხო? ამა ეს არის ებრაული ტექსტი. აი გვერდზე ოდნავ პატარა რომელიც არის. ეს არის არამეული ტექსტი. არამეული ტექსტი. არამეული ენა რა არის? აი სულ ბაბილონიდან როცა დაბრუნდნენ იუდეველები ებრაელები. ბევრმა ებრაული აღარ იცოდა. ხო, როგორც ახალგაზრდობაში. გადასახლებული რო იყო სადღაც სხვა ქვეყანაში და არამეული სემიტური ენა არის ბაბილონის ენა. იქიდან წამოიღეს ეს ენა და ბევრ ებრაელს აღარ ესმოდა ებრაული, ამიტომაც სინაგოგებში როცა კითხულობდნენ, აი თქვა ისაიას, ხო? წაიკითხავდა ერთ წინადადებას მოსეს ჯულიდან ესე იყო.
ძალიან მკაცრი იყო მოსერგული, ამიტომ ერთიანობას წაიკითხავდა მკითხველი და თარგმნელი გადათარგმნიდა ამას არამეულზე. პირველად ასე იყო, რომ ზეპირად ხდებოდა ეს, აი იმ ჯუჯი, ლაივში ასე თქვა, იტყოდა წინანდებას და შემდეგ დაიწყეს ამისი ჩაწერა. და არამეული ტექსტია გვერდზე, მაგრამ ეს არამეული სიტყვასიტყვით თარგმანი კი არ არის, ნაწილობრივ მაინც უკვე განმარტება იმ ტექსტის ნაწილი. რატო გეუბნები და ხო შემდეგ ნახეთ, შემდეგ უკვე უფრო წვრილი ტექსტებია გარშემო, ეს უკვე ამ რაბინის, იმ რაბინის განმარტებებია აი ამ ადგილებს. რაც უფრო წვრილია ტექსტი, მით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი განმარტებელი არის იმის. აი წარმოვიდგინეთ, ბიბლიური და არამეული, ებრაული და არამეული არის თავარი. რატო ვამობეხლა ამას? აი მე რო წაიკითხეთ თავიდან ზაქარია წინასწარმეტყველის მერვე თავში ეს, მოვლენ ჩემ მორჩილს მორჩს, ხო წერია? აი საინტერესო რა არის? აი რა არის საინტერესო? ებრაულში წერია მოვლენ ჩემ მორჩილს მორჩს, ხო წერია? არამეულში უკვე წერია, მოვლენ ჩემ მორჩილს მესიას. მორჩილს მორჩს კი აღარ წერს, უკვე არამეული განმარტავს, რომ ეს მორჩი არის მესია, ანუ ქრისტე. მაშიხა, ანუ უკვე განმარტავს ამას, ხდებით? ასევე როცა ზაქარიას რომ მეექვსე თავში რომ ნახეთ, რომ მოავლენ კანს მორჩია მის სახელი იქაც არამეულში, უკვე აღარ ამბობს არამეული მორჩს, არამედ მესია იქაც. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ თვით ებრაელებში ამ ადგილს განმარტავდნენ როგორც მესიის შესახებ წინასწარმეტყველებას, რომელიც შემდეგ მოვიდა მათ თვალწინ არ მიიღეს და უარყვეს. აი ხედავთ აქ მიგავწერი იესო ნაზარეველი. იესო ნაზარეველი, ხო? აი ასე ეძახდნენ ისრაელში. სანამ ისინი მისი მიმდევრები საბოლოოდ დარწმუნდებოდნენ, რომ ის არის აღებული მესია, იესო ნაზარეველი ესე ამბობდნენ, ხო? რომ მოძღვარი იყო მათთვის, რაბი იყო ნაზარეთი. დღეს მაგალითად უცმუნო ხალხი, მეც მაქვს ამასთან რაღაცა მაჩუკა წიგნი, მას ეგონა ალბათ, რომ ის რაღაცა საფრთხმეტყველო წიგნი იყო და იესო ნაზარეველი ესე ქვია და საბოლოოდ სინამდვილეში რაღაც რომანია, რომელიც რაღაცა სიცოცხლეებს წერს. მაგრამ არ იცოდა, მან დაინახა იესო ნაზარეველი და მამაოსთვის გაიქნებოდა ალბათ მაჩუკა. იესო ნაზარეველი. არავინ, ვინც ათეისტია, ვინც უწმუნოა, ან ვინც ღვთის მებრძოლია, არ იტყვის უფალი იესო ქრისტე. არ იტყვის ამას, ხო? იმიტომ რომ უფლად არ აღია. იტყვის იესო ნაზარეველი. რატომ? იმიტომ რომ თქოს უნდა რომ ამითი დაამციროს, რომ ის ღმერთი კი არ არის, იესო ნაზარეველი. მაგრამ აი ამ სიტყვით იესო ნაზარეველი ადასტურებს თვითონ, რომ ის ნაზარეველი არის ის, რომელიც წინასწარმეტყველები იყო როგორც ღმერთი. თვით ეს სიტყვაც კი ნეცერსაც არის ფესვი, ადასტურებს, რომ ისიც ფაქტურად აღიარებს ამ სიტყვით, რომ წინასწარმეტყველები მესია, რომელიც ევრაგულას ითქვა და მათ შორის ზაქარია წინასწარმეტყველი. მეგონი აი ეს არის დღევანდელი საუბარი, რომ ძალიან გადატვირთული არის. კითხვები ხო არა? ძალიან საინტერესოა, იცით, აი მე გირჩევთ ერთ რამეს თქვენ. ბიბლია ყველაზე გქონდათ სახში, ხო? აი დღეს თქვენ არ მოეშვათ. აი უბრალოდ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნი არის საბოლოო ჯამში ძალიან პატარა. აი ოღონდ აი რამდენი თავია გეტყვით ახლა ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნი. 14 თავია სულ. აი 14 თავი რა. ანგია წინასწარმეტყველის წიგნი არის 2 თავი. 2 თავი. აი ახლა არ მოეშვა. სახში რომ მიყვა დღეს ხვალზე ანგია და ზაქარია წაიკითხეთ ორივე. და თქვენ აი ამ დიდ თავს, დიდ მონაკვეთს ამოწურავთ ბიბლიიდან. ძველი ახლი 2 დიდი წინასწარმეტყველების წინ წაკითხული გექნება. ჩვენ შემდეგ საუბრებზე ისევ ზაქარიიდან გავაგრძელებთ და ძალიან საინტერესო ადგილია. აი მაგალითად მე-13 ხალხში ამბობს ესეთ ამბობს რაღაცა ზაქარია. ზაქარია წერს იმ დროის ამ შესახებ, ჩვენი დროის შესახებ, ქრისტიანების დროის და მეორე მოსვლის შესახებ. და ნახეთ რას ამბობს. აი ეს მე შემიძლია რომ შემდეგ საუბარში გამოვიხილოთ, რომ ზაქარია ამოწუროთ და როცა მოვა ქრისტე, როცა მოვა მეორე როცა მოვა ქრისტე იერუსალიმში გამოჩნდება. იერუსალიმში. იქ დაამხობს იგი ანტიქრისტეს. და ამბობს, რომ ეტყვიან, აი შეუძლებელია, რომ ეს იყოს შემთხვევით დაწერილი, ხო? ეტყვიან მასო.
ან ნაწილი იუდეველები, ნაწილი ებრაელები იცნობენ მას. და მიხვდებიან, რომ ეს არის ის ვისაც იმ ჯვარს აწვევს და ეტყვიან, რომ ეგ რაჭრილობები გაქვს ხელზე. ზაქარია წერს ამას მე-5 საუკუნეში. ეგ რაჭრილობები გაქვს ხელზეო და მიუგებს ის, ჩემ მოკეთეთა სახში ვარ ნაცემი. ანუ ჩემი მოყრებმა რომ ცემეს, იქიდან ამაქვს რაჭრილობები ხელზე. ვინ იტყვის ახლა ამას, რომ ეს შემთხვევით არის და არ არის სული წმინდის მიერ იესო ქრისტეს შესახებ. აი ეს შემდეგ, აი ეს მონაკვეთი მე-18 და მე-13 თავის შემდეგ საუბარზე გამიხილოთ და კიდევ უფრო გაგუმტკიცდება რწმენა, რომ ეს ისი რა არის, აი რა არის შემაძრწუნებლად საშიშია ეს და საშინელებაცაა და დიდი ბედნიერებაც არის. აი ჩვენ რომ ამას ვიაზრებთ ამ ყველაფერს, ხვდებით რომ ღმერთმა ინება, რომ ასე უნდა მოხდარიყო, ასე მოხდა და ასე მოხდება ყველაფერი, რაც აქ არის დაწერილი. თუ მე-6 საუკუნეში ნათქვამი ესე სიტყვას ვიდა აღსრულდა ქრისტეს ჯვარცმის დროს, რატო გეპარება ეჭვი რომ ეს არ მოხდება ისე როგორც დაწერილია მეორე მოსვლის დროს. შეიძლება ჩვენგანაც მოვესწროთ ამ ყველაფერს, ამიტომ სანამ დროა მოვასწროთ რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. ვერაფერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერაფერი რწმენას ვერ განამტკიცებს. აი ჩვენი ქართული ხალხი გულგასაწყვეტია რა არის, იცით რომ ქრისტიანობას უყურებს როგორც რაღაც მაგიურ რაღაცას. ქრისტიანობისგან რასელოდება ქართულების უმრავლესობა? სასწაულებს. ვეთქვი შემისრულდება, შემწირავო მოვიღებ, აი რაღაცა მაგიური, როგორც კითხავთან დადის თქოს ისე მოდის ეკლესიაში. ეს საშინელებაა, ეს კი არ არის. და ამიტომაც არის რომ ბევრი უწმუნოა და ბევრი მიატოვა, ისე რომ ის რასაც ეძებს თავის ცხოვრებაში არ გძნეულების და მაგიის მძებნელი ვერ პოულობს ეკლესიაში და არც მისცემს ღმერთი მაგას. აი ვინც ამას შეიგნებს, ვინც ამას გაიგებს, აი მას მისცემს სასწაულს ღმერთი და მას აჩვენებს იმ წყალობას, იმ ძალას ღმერთი. სხვანაირად ღმერთი არ არის ის რაღაცა манипулировать რაღაც რომ შესწირავ, სანთეს დაანთებ და მიიღებ, ასე არ ხდება. და ასე არასდროს არ მოხდება. ამიტომაც რას დროზე ვეზიარებთ ამ სიტყვას უფრო მეტად მალე მივიღებთ იმ დიდ სასწაულ ძალას და მათს უფლისაგან, რასაც ასე ველოდებით. ეს რომანი ამ დავასრულოთ და დიდი მადლობა ყველას. ამ ჩანაწერს გამოაყენეთ, კიდევ ერთხელ მოусმინეთ მე რომ რაც გამოგჩა მე ისიც არ მოხდა. ერთმა დაგლოცოთ და